მოგესალმებით მეგობრებო, ახალი სერია ღამის მონადირეების მე-5 ლაზარუსის სახელწოდებით ძალიან საინტერესო ფაზაში შევდივართ უკვე. ნელა-ნელა ბოლოსკენ მივდივართ და ღამის მონადირეების უფროსის შესახებ იქნება ეს სერია ლაზარუსი. სახელწოდებიდანვე მივხვდებით. დიდი თხოვნა რომ მათი არხი აუცილებლად გამოიწერეთ, გადაბრძანდით YouTube-ზე ჩაწერეთ ღამის მონადირეები და ამოგიგდებთ ეგრევე გამოიწერეთ მათი არხი და აქვე ხართ ბარემ ჩემი არხიც ეგრევე გამოიწერეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო და წავედით მოკლედ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. რა ხდება ესე იგი ერთი სული მაქვს ჩართო და წავიდა მოკლედ. ჯოჯოხეთის ეშინია. ხოლო სულიერება მათთვის, ვინც ეს უკვე გამოიარა. ვენი პატარა ლაზარუსი. რა ხდება ერთი. გინდა კიდე რამე? არა. ნახე რა გავაკეთე. მე რა საყვარელი. რა მამაზია, რა ნიჭიერი ბიჭი ხარ. ყოჩა. დარისი ნიღაბია. სიკვდილის ანგელოზის. ბავშვობიდანვე? დაისვენი. კლინიკაში ხავთ თუ რა ბანდა? როგორა? ჯერ კიდევ ვერ იაზრებს რა მოხდა. რას ოპირებთ? ობოლი დარჩა. წასასვლელიც არსად აქვს. თავშესაფარში უნდა მივიყვანოთ. ჯერ არაფერი უთხრა. ანგარიშებია. გაპარული და კი ბატონო. მქონდა მაგის. ვერ ვასწრებ ხოლმე რა მოვლენებს რო იმას. დავასწრო. არა ჩემი მთავარი აზრი იმედია გამართლდება. ვინც წინა ვიდეო ნახა. მარცხდებით, ვიმსხვრევით, მაგრამ შემდეგ აღსდგებით, განვიკურნებით და დავბრუნდებით. მელოდიებზე ვგიჟდები. როდესაც ხვები ფიქრობენ, რომ შენთვის ყველაფერი დამთავრებულია, სწორედ მაშინ უნდა დაიწყო აღმასვა. დაიწყო ფიქრი, შეიცნო, გაძლიერდე. და მაშინ გამოჩნდე, როცა ყველაზე ნაკლებად გელია. ზღაპრები სინამდვილეზე უფრო დიდი სინამდვილეა. არა იმიტომ, რომ ისინი მოგვითხრობენ თითქოს გველეშაპები არსებობენ. არავით იმიტომ, რომ გვარწმუნებენ თითქოს მათი დამარცხება შესაძლებელია. ერთხელ მომკლეს, მაგრამ მკვდრეთით აღსდეგი. რომელი გმირია გაზდიდობაში? არა. აუ მელოდიები თქვენი თუ სადმე დადეთ, ბიჭო არ გადამოდიოთ. აუცარია. რამე თუ უძლურებაში ხდება, სრულყოფილი ძალა ჩემი. ამანახებენ მეთქი ვინ არის თქო, მაგრამ რაღაც ესეთი ეპიკური მომენტი სჭირდება, უფრო დაძაბული მომენტიდან გამოჩნდეს ვინ არის ჩვენი ლაზარუსი. მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები, არ შემიცვლია კომენტარებში მოყვა ამბავი მაინცას თუ ისე ეჭვები რაღაცები.
თუმცა ჩემ აზრს არავინ არ იზიარებს. იმედი მაქვს ჩემი აზრი გამართულდება თავიდან ბოლომდე. აი ესაუბრება დასაგებია, გადავიდეთ პირდაპირ საქმე. უბრალოდ ვერ ვძლებ ისე მაინტერესებს, გადავდივარ პირდაპირ საქმეზე მოკლედ რა. დავიდა, აბა, რა სიტუაცია გვაქვს რა ხდება? რატო კი, მაგრამ იმათ რო შეეტენოს, თუ რა ვონ. რამ შვიდობა ბიჭო, რამ შვიდობა ბიჭო, რის შვიდობა ბიჭო, მონადირეებმა გვესწორეს ბიჭო. მიდი ახლა დროზე ტელევიზიებს გააგებინე, პოლიციას დაურეკე, გაიგე? გვესწორეს მაგ დამბეჭურებმა მაგაცმა. დროზე ძალიან უაზროდ ატრიალებს. ანდრია! მოდი ჩხარა! ჩხარა! როგორც გვატყობინებენ, ადგილზე მობილიზებულია პოლიციის და სასტრაფო დახმარების მანქანები. წიასწარი მონაცემებით დაღუპულია 7 მამაკაცი. ყველა მათგან სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი დაღუპულის ამოცნობა მოხდა. 61 წლის აფხაზეთის ომის ვეტერანი, მაიორი იოსე ბონიანი. დღევანდელი დღე ჩვენი ქალაქისთვის სამახსოვრო და ტრაგიკული დღე იქნება. დღე, როდესაც ღამის მონადირეებმა ყველობა ჩაიდინეს. ამან იმენა შოკი მიიღო.
ისიც შეტენაზე ხარ? ლენ ჩემი ზედა შენ გეცვა? ჩემს ოთახშია გარეცხილ დაუთავებული. არაფრის. სპაიდერმენის ფორმა არ იპოვოს. ისე ვერ მოძევნიდი რომ არა გეყარა? მეტის ღირსი ხარ. ოთახიდან არ გამოხვალ, სანამ არ დაალაგებ. მოგზანდით. ანდრია ხო? დიახ. ბატონო ანდრია, ბიჭო. მეგობრებისთვის ბებუთა. ბებუთა? 90-იანების გლიჩკა. მოგესმის. ამის მერე დამრჩა და დამრჩა. არა, უბრალოდ არ ვარ სამსახურში. გლიჩკებით საუბარს მიჩვეული ბატონო თეო. ოღონდ ბატონობის გარეშე. ეცე გავტყვი. ალა ბატონით უნდა მიმართოს. ისმენ. თემო. რისთვის დამებარე? პირდაპირ საქმეზე მომწონს. ახალი შეკვეთა შემოვიდა. ვიღაც კაცს გონია რომ თავის სოსო საქმე. რომელი? რისთვისაც მოკლეს. მონადირეებზე? ეგ სოსომ საფლავში ჩაიყოლა, დამკვეთიც არ ვიცით ვინ არის. მარტო მუშაობდა? მარტო არ მუშაობდა. მოიცა, მაგ გამოძიებაში შენც იყავი ჩართული. არა თემო. უბრალოდ პური მქონდა მოკრული. მოკლედ, ეგ შენი საქმე აღარ არის. იმ კაცს გონია რომ ცოლი იოგის მასწავლებელთან ღალატობს თუ რაღაც. ბოდიში თემო. ეთყობა სოსოს ეგ ძალიან იმოქმედა ჩემს. უფროსიც მასავით მყავდა. ერთი კვირა დასვენება მჭირდება. ცოტა ასე რომ მოვიდა. კარგი ანდრია, არ არის პრობლემა. წადი, აისვენე. კარგად ბატონო თემო. ბატონობის გარეშე ოღონდ. ეს უდა თიჯღარება. ვინ ხარ ძმა? აბა რას ვაპირებთ? ემი აზრით ლაზარუსია. ბიჭი, კიდე ერთხელ შეგახსენებ. ბიჭვარი მონადირეების დაჭერას. კი, მაგრამ თქვენ ხო წესი გაქვთ, რომ არა უსაპატიმრებთ.
წესები იმისთვის არის რომ დაარღვიო. ბრძენი კაცი ხარ შევ. პირველ გვერდზე ვართ. ყველა არხი ჩვენზე ლაპარაკობს, ქუჩაში გრაფიტებს აჩლიან და შენ აქ რას აკეთებ? ეხლა რა გამოვიდა ის ბიჭი იმასთან თუ იყო, ეს აქ ვერ იქნებოდა ფიზიკურად, ანუ მთელი ჩემი ერთკვირიანი ნებათაღელვა ტყუილი აღმოჩნდა და არის თუ იქნებ დროშია უბრალოდ სხვადასხვა დროს და მაყურებლებს გვაბნევენ. ლაზარუს არაფერს ვიზამთ. მისი ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო. ხო და უნდა მოგვეშორებინა თავის დროზე, როცა შეგვეძლო. ხო ვიცით, სადაც ცხოვრობს ასურას წავიყვან და დღესვე მოვაგვარებთ მაგას. ძალიან ჩქარო ფელა. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. რაღაც არ ამგონია. შენ წარმოდგენა მაინც გაქვს რა მოხდება თუ დაგვიჭირეს. ყველაფერი იმ პატარა გოგოს ბრალია, იდიოტი კასტორი. ფელა. ძალიან სამწუხარო იქნება თუ ჩემ სიტყვას გადახო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. გრანდიოზული შოუ უკვე ახლოსაა. რა შოუ? რა შოუ? ლუკ შოუ. ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც გეუბნებით. ყველას გააგებინე. დატოვონ სამსახურები და საცხოვრებლები. თავდაცვაზე გადავდივართ. რა გჭირს მეგი? მეგი, დროზე ჩაალაგე ყველაფერი, შენებთან მიდიხარ. სად დასავლეთში? სხვაგანაც ყავს ოჯახი და არ ვიცი. მეგი, ჩემი დანახვა არ უნდა. იქ ბოლოს მამა ჩემი რომ ნახე, ესე მითხრა შენ ჩემი შვილი არ ხარო, იცი? რა ხდება ამ ხსენი და რატომ მაგდებ? ლუნა, ახსნის დრო არ მაქვს. გახსოვს რომ გეუბნებოდი. არაფერი დაგიშავდება მეთქი. ნდობაზე რო ვსაუბრობდით. ტელევიზიები აშუქებენ დილიდან იმ მკვლელობებს. და შენ ახლა ჩემთან მოდიხარ და სადღაც მაგდებ. მეგი მითხარი რომ არ ხარი მათი წევრი. ჩვენ არავინ მოგვიკლავს. ანუ მაგათი წევრი. ვიცოდი. ლუნა, ახსნის დრო არ მაქვს, გთხოვ, ჩაალაგე ყველაფერი და დავახვიეთ აქედან. ელას ხელი შეარასწორ. მაგარი ცუდი აგენტია. რა კაი იყო.
ის გოგო გადაატყო. უხლები გეტკინება შვილო რასაკეთ. ავიდით. დავახვიეთ აქედან. დავახვიეთ. ამ მომენტიდან მეგობრებო უბრალოდ ხმას ჩაუწევ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ისეთი სიმღერა ადევს ჩემს ასურას, რომლის ჩართვის უფლება YouTube-ზე ზოგადად არ გვაქვს. ამის მონადირეებს არ ვიცი, როგორ აქვთ იქ გააქტიურებული, ჩემთან უბრალოდ არ შეიძლება, შემდეგ უბრალოდ ჩემი ხმაც წაიშლება ამ მომენტზე. უბრალოდ ასურა ახოს ხინკალს, შემოვიდოს ჩემი თავი, პირველად უყურე, ეხლა უკან გადმოვახვიე რა, ამ მომენტს კი ვისაუბრე იქ, მაგრამ მელოდიის გამო კოპირაიტი რახან გვედება. ჩვენი ასურა მოკლედ გემრიელ ხინკლებს ახვევს. შემდეგ ჯდება, კარგად მოხარშავს და ჯდება მოკლედ საჭმელად, სადაც დაინახავს აგენტებს. ამასაც ადგებიან. ესე მალე რანაირად გაიგეს ამათი ვინაობა და ეს აუ შენ გენაცვალეთ ის რამდენი ხინკალი აქვს. შენ შემოგევლე ძმაო მე. აგეპატიჟებინე ძმაო. კაც ხინკალი ბიჭო, ხინკალი თუ გაცივდა, კაცი როგორ შეიძლება და ეხლა შეჩერება. ამის გამო ყოფრო გაბრაზდება. უნდა აი გაბრაზდა, შემოგევლე, აი გააბრაზეს. აი ხა დაგერხათ თქვენ ძმაო. აჰა. ვენერი, ეგრეთ მორჩა. ოჰო. სურას ვინ მოერევა ბიჭო? აუ იჯექი და ჭამდე რაც მობას არა. პირველი მოვაყარა მაინც რაღაცე ხარ. ბატონო ანდრია, მალხას თაფთათიშვილი. ის დაგეხმარება თქვენი საქმის გამოძიებაში. მადლობა. მომწადეთ. როგორც გავიგე, ვიღაცა კაცი მითოლოგიის წიგნებში გამუდმებით იქექება. არ დაგიბალავთ და ცნობის მოპარეობა არ მასვენებს. დამძალით. მადლობა. თუ არ ვიწყებთ, გავბედოთ და ვიტყვი. ვიფიქრე, ერთი გიჟი კიდევ ავიკიდეთ მეთქი. მაგრამ თქვენ სავსები დალაგებული ჩარხარ. ან კარგი მსახიობი ხართ. უფრო მეორე. ისიც შემიძლია გემსახუროთ. ბატონო მალხას. 5 ადამიანს ვეძებ, რომელთა სახელები მითოლოგიურ პერსონაჟებს უკავშირდება. ასურა. ასურა, კასტორი, პოლუქსი. ჰელა და ლაზარუსი. და ლაზარუსი. დიახ. რასაც მე უპირდები, არც ერთი პერსონაჟი არ ემთხვევა ერთი და იგივე მითოლოგიას. ყველა სხვადასხვა. თუ არ ჩავთვლით კასტორსა და პოლუქსს. ამ შემთხვევაში ლაზარუსი ცოტა აქეთ უნდა მოვიძიოთ. შუმერულ და ეგვიპტურ წყაროებში მსგავსი სახელები არსადა. აზიისკენ მით უმეტეს. მაშინ რაღა დარჩა? სამხრეთ ამერიკა. საქართველო. ლაზარე მოდგა კარსა, აბრიალებს თვალსა. მიდგა მოდგა თაროსა და ემსგავსა თვარესა. იგი დარისა და ავდრის წარმართული ღვთაება იყო ქართულ მითოლოგიაში. ლაზარეს თიხის კერპს კარდაკარ ატარებდნენ, ასვენებდნენ და გვალვის დროს წვიმის მოსვლას შესთხოვდნენ. ვერაფრით ვაკავშირებ იმ ადამიანთან. ბატონო მალხას. იცით? მეტი ინფორმაცია მჭირდება. მეტი არაფერია, ბატონო ანდრია. სულ ესაა. არა და. ყველა მუზეუმი და ბიბლიოთეკა მოვიარე. ყველგან მოვიძიე მითოლოგიური სახელი ლაზარუსი.
ვერსად ვერაფერი ვნახე. იქნება მუზეუმებში არც უნდა ეძებოდა. იცით, არიან მდიდარი ადამიანების კატეგორია, რომლებიც ძველი ნივთების კოლექციით ფანატიკურად არიან შეპყრობილები. ნება რომ იცეთ, ვეფხის ტყაოსნის პირველ გამოცემაში საკუთარ დედას გაცვლია. სამწუხაროდ. მე ვიცნობ ბევრ მათგანს და გავიკითხავ ლაზაროს, მაგრამ ვერაფერ შეხვდებით. ბატონო მალხაზ, ეს უკვე პრინციპის ამბავია. თქვენი იმედი მაქვს. მაშინ ნება მომეცით თქვენი დოქტორი უოტსონი ვიყო ჰოლმს. საინტერესოა. არ მეგონა თუ ფიგურებს ასე მალე დაძრავდა. ლაზაროს ისინი სახლებში დაგვადგნენ. ლუნაკინაღამ უსაფრთხოდაა. კი. როგორც გითხარით. გეგმას უნდა მივყვეთ. და ლენა? მის შესახებ არაფერი იციან. ეგ არ მიკითხავს. ყველამ კარგად ვიცით, რომ იმ კაცის შვილთან დაქალობს. ლენა არ გარიო ამ საქმეში. შენ როდიდან გახდი ესეთი გრძნობიარე? როგორც გითხარით. გეგმას მივყვებით. მზე ჩადის. ნადირობის დროა. ამიერიდან ფხიზელი ღამეები გველის. დიახ, ბატონო მალხაზ. ვისთანაც გავიკითხე, ყველამ უარი თქვა. ლაზარუსი არავინ არაფერი იცის. საბაგიეროდ ერთი კარგი ამბავი მაქვს, როგორც მითხრეს, აქვე ვიღაც კოლექციონერს დიდი ხნის ჩალოქული საწყობი აქვს. და ვინ არის ეს კოლექციონერი? დიდი ხნის წინ მოკვდა. ანდერძი არ დაუტოვებია. მე მკვიდრი არ ყავს. ამიტომ ყველა მისი ნივთი ამ საწყობში მოათავსეს. არა, აუქციონზე გამოტანა უნდათ, მაგრამ ეს საქმე ვიღაცამ შეაჩერა. ვინ ვიღაცა? არავინ იცის. ისიციან მხოლოდ რომ ეს ვიღაცა ყოველი თვის 10 რიცხვში ამ საწყობის ფულს იხდის. ამიტომ იყო ამდენი ხნის განმავლობაში ეს ნივთები ხელშეუხებელი. ეგ საწყობია, მაგრამ უნდა გავუღოთ. House.
ბატონო ანდრეა, გონი კანონს ვარღვევთ, ჰა? თქვენ რა შილს ხომ არ აპირებთ? რას ამბობთ? ასეთი აღელვებული არასოდეს არ ყოფილა. ხო არ მოგეხმაროთ, ჰა? ბატონო მალხას, ვისაც მე დავდევ, მკვლელები არიან. გესმით თქვენ, ნამდვილი მკვლელები. ნუ გეშინიათ. მე თქვენთან ვარ. ჰოლმს. აბა რა ხდება საწყობში? აგვანახეთ ბიჭო. ეს რა არის ბატონო მალხას? ბატონო ანდრეა, თქვენ მგონი სხვა ლაზარეს ეძებდით. ეს წმინდა ლაზარეს ორდენისა. ჯვაროსნული ომებიდან აუ ბიჭო, კაი რა, კიდე ერთი კვირა რა მოითმეს თო. короче, მოკლედ მეგობრებო, ასე დასრულდა მეხუთე სერია. აუ ბიჭო, რა ცუდი მომენტია რა, რომ იმენა ყველანაირად დავკმაყოფილებ, რომ ეს შეგრძნება დარჩა მეგობრებო. რაც არის ეგ არის მოკლედ მეხუთე სერია ესეთი გამოვიდა. ვიდეოს ბოლოს კი იმას ვიტყვი, რომ აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო, არხი გამოიწერეთ და მოკლედ რა გაიწყობა, სხვა ვარიანტი არ გვაქვს. კიდევ ერთი კვირა მოგვიწევს მოცდა იმისთვის, რომ ვნახოთ მოკლედ ღამის მონადირეების საბოლოო ჯამში რას აპირებენ და ამწუხაროდ დრო არ მეყო, და ერთსაათიანი სერიები იყოს მოკლედ რა, მაგრამ ამისთვის რომ ერთსაათიანი გახდეს და უფრო მეტი სერიები იყოს და სამომავლო სეზონი მეორე და ასე შემდეგ გადაიღონ, გადაბრძანდით მათ არხზე. subscribe-ს გლიჯეთ ხელი და ეგ არის რა. ძალიან კარგი იქნება მოკლედ ყველასთვის. წავედი მოკლედ დროებით, შევხვდებით შემდეგ სერიაში.